ქობულეთის შემოვლით გზაზე დასაქმებულებმა დღეს მუშაობა შეწყვიტეს და აქცია გამართეს. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ არაადამიანურ პირობებში უწევთ საქმიანობა. მათ მოთხოვნებს კომპანია სინოჰიდროდან მხოლოდ იურისტი გაეცნო. დამსაქმებლისა და დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობა კი მესამე სექტორმა შეაფასა. ჩვენმა კორესპონდენტმა მარი ბოლქვაძემ გაარკვია უფრო კონკრეტულად, თუ რა გახდა ასამდე ადამიანის პროტესტის მიზეზი. Teli მომარტყა სიგარეტი გამაქნებია და მე მითხრა წადი სახშიო და ყველა ჩამოვიდა მე ძირში. ეს შემთხვევა გახდა ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულთა დღევანდელი პროტესტის მიზეზი. მუშები ყვებიან, რომ მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები მათ არაადამიანურ შრომით პირობებში ამყოფებენ. არ არის დაცული მათი უსაფრთხოება, სამუშაო შესრულება კი საველე პირობებში, ელემენტარული კომფორტის გარეშე უწევთ. აქ არც საპირფარეშოა, არც გასახდელი და სასადილო. უსაფრთხოება არ არის ისე იმ დონეზე, რომ რამე მოგივიდეს, დაშავდე ან რამე გადმოვარდე 20-30 მეტრის სიმაღლეზე მუშაობ და დანაზღაურებაც დაბალია. მაგარი წვიმა რო იყო წუხელის. ადიო და კაბელი ჩართეო, დენი ჩართეო, როგორ ჩავთო, მე ელექტრიკი არა ვარ. სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენები, რა ვიცი რა, ყველანაირად. აქციის მონაწილეების თქმით, ხშირად უწევთ სამუშაოს გადამეტებული დროით შესრულება. დაგვიანების შემთხვევები კი ხელფასზე აისახება. მუშები სამუშაო გრაფიკის შეცვლას და აღნიშნული პირობების კონტრაქტში დეტალურად გაწერას მოითხოვენ. საათში 15 წუთი დავიწყებთ 9:30-ზე სამუშაოს, დავამთავრებთ 6 საათზე თუ 6:30-ზე ამ დროს დავამთავრებთ მუშაობას. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს კონტრაქტი ძალიან მკაცრია. დასაქმებულთა პრეტენზიების მოსასმენად დღეს კომპანია სინოჰიდროდან მხოლოდ იურისტი მივიდა. შეთანხმება კი ერთადერთ პუნქტზე შედგა. ბადრი ღაღაიშვილის განმარტებით სამუშაო პროცესი 8 ნაცვლად 9:30-ზე დაიწყება. როდესაც იწყებს სამუშაოს, დაფიქსირდეს ზუსტად ის დრო. ჩვენ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ამას აკეთებდნენ საღამოთი, ვერ იმახსოვრებდა რომელ საათზე მოდიოდა და აქედან ადგილი ჰქონდა გაუგებრობას. მშენებლობაზე დასაქმებულთა შრომით პირობებზე საუბრობს ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი და პროექტის ერთ-ერთი მენეჯერი. საპირფარეშოების პრობლემა მართლაც იყო და ზოგიერთ მონაკვეთზე მაგალითად მივახციეთ. ამ 32 კილომეტრის მანძილზე მიმდინარეობს მშენებლობა და ყველგან ასეთი პირობების უზრუნველყოფა ძნელია. შრომითი ხელშეკრულება, რომელიც კომპანიას დასაქმებულებთან აქვს დადებული, საქართველოს შრომით კოდექსს არ შეესაბამება, აცხადებენ დემოკრატიის ინსტიტუტში. იურისტის განმარტებით კონტრაქტი კაბალურია და არ არის კონკრეტიკა, ვინ იღებს პასუხისმგებლობას უსაფრთხოებასა და ზიანის ანაზღაურებაზე. მითითებული არის, რომ პასუხისმგებლობას კი სურვებს, თუმცა კონკრეტიზაცია აქ საჭირო. დამსაქმებელს ორაზონად აქვს ჩამოყალიბებული დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება. აქციის მონაწილეები დღეს სამუშაოს დაუბრუნდნენ, თუმცა ამბობენ, რომ მოთხოვნების არ შესრულების შემთხვევაში პროტესტის სხვა ფორმას მიმართავენ.